ლონდონის საფონდო ბირჟამ 2027 წლის პირველ ნახევარში ღამის ვაჭრობის ახალი პლატფორმის LSE 24-ის გაშვების გეგმა ოფიციალურად წარადგინა. როგორც ირკვევა, ახალი სავაჭრო სივრცე საწყის ეტაპზე გაცვლით სავაჭრო პროდუქტებზე, მათ შორის ETF ფონდებზე გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა მომავალში აქციებით 24 საათიანი ვაჭრობის დაწყების საფუძველი გახდეს. როგორც ცნობილია, LSE 24 ძირითადი ბაზრისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. ლონდონის საფონდო ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯულია ჰოგეტმა განაცხადა, რომ მომავალში პლატფორმაზე სხვა ფასიანი ქაღალდების, მათ შორის აქციების და ოპციონების განთავსებაც იგეგმება. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება როგორც ადგილობრივი საცალო ინვესტორების, ისე აზიის რეგიონის საერთაშორისო ინსტიტუციური კლიენტების მოთხოვნას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ტრადიციული ბირჟების მხრიდან სავაჭრო საათების გაფართოება კრიპტოვალუტებისა და სხვა ციფრული აქტივების სწრაფ ზრდას უკავშირდება. LSE-ის გარდა სავაჭრო დროის გაზრდა სხვა გლობალური ფინანსური გიგანტების გეგმავენ, კერძოდ NASDAQ და CBO დეკემბერში სამუშაო დღეებში ვაჭრობის 23 საათამდე გაზრდას აპირებენ. ერაყის ნავთობის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანიებს შორის 200 მილიარდის მოცულობის შეთანხმებები გაფორმდა. არსებული ინფორმაციით შესაბამის დოკუმენტებს ხელი ამერიკაში ერაყის პრემიერ-მინისტრის ალი ალ-ზაიდის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. ერაყის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ნავთობის მინისტრმა ბასიმ მოჰამედმა აღნიშნა, რომ ეს გარიგებები მიზნად ქვეყანაში ნავთობისა და გაზის მოპოვების სიმძლავრეების გაზრდას ისახავს. ერაყის ნავთობის მინისტრის ინფორმაციით ქვეყანაში წიაღისეული საწვავის მოპოვების დღიური სიმძლავრე ამჟამად 4.8 მილიონ ბარელს შეადგენს და ეს მაჩვენებელი ახალი მსხვილი ინვესტიციებით მკვეთრად გაიზრდება. ცნობისთვის ერაყი მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს მარაგებს ფლობს, თუმცა მოპოვებაზე არსებული ხანგრძლივი შეზღუდვები ქვეყანას ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია AMD-მ ხელოვნური ინტელექტის მოდელების მწარმოებელ Anthropic-თან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, რაც 2 გიგავატამდე სიმძლავრის AMD Instinct MI 450 სერიის გრაფიკული პროცესორების მიწოდებას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით ინფრასტრუქტურის პირველი გიგავატის განთავსება 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ამასთან AMD-მ აიღო ვალდებულება, რომ მომავალში Anthropic-ის კაპიტალში 5 მილიარდამდე მოცულობის სტრატეგიული ინვესტიცია ჩადოს. რაც შეეხება ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, მხარეებმა მრავალწლიანი ინჟინერული პარტნიორობა დაიწყეს, სადაც Claude's AI მოდელებს AMD-ის პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებენ. ინჟინრები Claude's AMD Instinct პროცესორების დატვირთვის ეფექტიანობის სასამაღლებლად და ROCm პლატფორმის განვითარების დაჩქარების მიზნითაც გამოიყენებენ. თავის მხრივ AMD Claude's საკუთარი ინჟინერიისა და პროდუქტების დეველოპმენტის გუნდებში აქტიურად დანერგავს. ცნობისთვის Anthropic-ი ხელოვნური ინტელექტის სექტორში მომუშავე წამყვანი ლაბორატორიაა, რომელიც AI მოდელ Claude-ს ავითარებს. AMD კი გლობალურ ბაზარზე ნახევარგამტარებისა და მაღალეფექტიანი გამოთვლითი სისტემების მსხვილი წარმოებელია. ამერიკის ადმინისტრაცია ფედერალური კვლევების და ფინანსების სისტემის მასშტაბურ რეფორმირებას იწყებს, რაც უნივერსიტეტების ნაცვლად ინდივიდუალური სტარტაპებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მხარდაჭერას ითვალისწინებს. როგორც ირკვევა, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ჩინეთთან ტექნოლოგიურ კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება და სამეცნიერო აღმოჩენების დაჩქარებაა. გეგმის დეტალები თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისმა ახალ ანგარიშსა და მემორანდუმში წარადგინა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად ინდივიდუალურ მკვლევრებს სამეცნიერო საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და პროცესების დაჩქარება უკეთესად შეუძლიათ. ამასთან ახალი სახელმძღვანელო მითითებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ყოველწლიური 200 მილიარდიანი ფედერალური კვლევისა და განვითარების ბიუჯეტის განაწილებას განსაზღვრავს. საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონის თანახმად საფრანგეთში ყველამ უნდა დაადასტუროს საკუთარი ასაკის სოციალურ მედიაზე წვდომისთვის. კანონი 2 ეტაპად განხორციელდება. სექტემბრიდან 15 წლამდე ასაკის პირები ვერ შეძლებენ ანგარიშების გახსნას და ყველა ახალ ანგარიშზე ასაკის დადასტურება იქნება საჭირო. 2027 წლის იანვრიდან კი ეს წესი ყველა არსებულ ანგარიშზე გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთში სოციალური მედიის გამოსაყენებლად ყველას მოუწევს დაამტკიცოს, რომ 15 წელზე მეტი ასაკისაა. აკრძალვის ამოქმედების შემდეგ სოციალური მედიის პლატფორმებს მოუწევთ საფრანგეთის კონფიდენციალურობის მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ასაკის დადასტურების ინსტრუმენტების გამოყენება. მაისში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპაში ბავშვებისთვის სოციალური მედიის შეზღუდვის შეთავაზებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობის წარდგენა შესაძლოა თვეებში მოხდეს. დიდმა ბრიტანეთმა ფიზიკური საიმიგრაციო დოკუმენტები ელექტრონული ვიზებით სრულად ჩაანაცვლა. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქაღალდისა და პლასტიკურ დოკუმენტაციას მონაცემთა ციფრული ჩანაწერები ჩაანაცვლებს. ეს ცვლილება კი საზღვრის გადაკვეთისა და სტატუსის დადასტურების პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ამასთან ელექტრონული სისტემა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს, რადგან ციფრული ჩანაწერის დაკარგვა ან გაყალბება შეუძლებელი იქნება. ქვეყნის საიმიგრაციო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილების დამსახურებით საიმიგრაციო სტატუსის მქონე პირებს ფიზიკური დოკუმენტების მიღებისთვის ლოდინი უწინდება
დაუყოვნდებურად თვეობით აღარ მოუწევთ, თუმცა ბიომეტრიული მონაცემების პირადად ჩაბარების ვალდებულება ცალკეულ შემთხვევებში კვლავ ძალაში იქნება. ახალი მოდელი საზღვრის კვეთისას, ასევე დამსაქმებლებთან და ბინის გამქერავებლებთან ურთიერთობისას ადამიანის ლეგალური სტატუსის დადასტურებას საგრძნობლად დააჩქარებს. სახელმწიფო უწყებებს შორის ინფორმაციის ავტომატური გაცვლა კი მოქალაქეებს დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურებისგან გაათავისუფლებს. ცნობისთვის გაერთიანებულ სამეფოში ელექტრონული ვიზების დანერგვის პროცესი 2018 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან დღემდე ციფრული სტატუსი მილიონობით ადამიანმა მიიღო.